მოგეხსენებათ, სოფლებში დაიწყო ცენტრების გალამაზება, სკვერების გაკეთება და შესაბამისად რომ არ მოხდეს იმ სკვერების დაბინძურება, დამტრევა, სკამების, ნათურების და ასე შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ყველა სოფელში დაგვემონტაჟებინა ვიდეო თვალი, რომელიც 3 დღეღამის განმავლობაში აღბეჭდავს ფირზე ყველა მომხდარ სიტუაციას. მაგრამ ყველა სოფლისთვის ჰქონდა 14500 ლარი გამოყოფილი, მე მგონი, ეს თანხა არ აღმოჩნდა ბიუჯეტში ამდენი თანხა და ბოლოს საკრებულოსთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე ვიყიდოთ 4 ვიდეო თვალი. ერთი დადგება იყალთოში, სადაც ახალი სკვერია გაკეთებული, ერთი იქნება ნაფარეულში, სადაც მემორიალი გავაკეთეთ ომში დაღუპულის 2008 წლის ზურაბ ბალაშვილის მემორიალი, აი იქ დადგება, ერთი გვინდა აკურის ბაღში დადგეს სკვერში და ერთიც ალბათ სავარაუდოდ წინანდლის ცენტრისადმი, ეს უნდა იყოს განათებულ ადგილას. ეს ისედაც კარგია სხვადასხვა სიტუაციიდან და ვითარებიდან გამოვლინდა, მაგალითად იყალთოში მაღაზია გატყდა, გაიძარცვა, ყარაჯალაში მაღაზია გაიძარცვა და კიდევ გეუბნებით 3 დღეღამის განმავლობაში შეგვიძლია ამოვიღოთ იქ თუ ვინ გაიერა რა მანქანა მოძრაობდა ღამე, ვინ პიროვნებები დადიოდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს კარგია როგორც სისუფთავის მხრივ, ისე კრიმინალური ვითარების დასარეგულებლად და ყველა სოფელში ალბათ ბოლოს მივახცევთ, რომ ყველა სოფელში ცენტრში დავაყენოთ. 2400 ლარია გამოყოფილი ამ 4 ვიდეო თვალის შესაძენად.